ირაკლი ღარიბაშვილი 2014 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 5%-ს გადააჭარბებს. მოსახლეობისთვის მინდა განმარტო და ჩამოვთვალო ქვეყნები, სადაც არის ჩვენზე ძლიერი ეკონომიკა, მაგრამ მათი ზრდა არის საკმაოდ დაბალი ჩვენთან შედარებით. ყაზახეთი 4.3%, ამერიკის შეერთებული შტატები 2.2%, თურქეთი 3%, რუსეთი 0%, უკრაინა -8%, სომხეთი 2%, აზერბაიჯანი 4.5%, მოლდოვეთი 1.8%, ბელორუსი 0.9%, ბულგარეთი 1.4%, ხორვატია -0.8%, ბალტიისპირეთის ქვეყნები 2.6%, ევროკავშირის ქვეყნები 1.4%, ევროზონა 0.8%, ხოლო ევროკავშირის ახალი წევრები 2.6%. ფაქტმეტრის დასმით პრემიერ-მინისტრის ეს განცხადება არის მეტწილად მცდარი. მსოფლიო ბანკის პროგნოზით 2014 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 5% უნდა ყოფილიყო. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით ნოემბერში საქართველოს ეკონომიკა 0.5%-ით შემცირდა და ჯამში 11 თვის ეკონომიკურმა ზრდამ 5% შეადგინა. დიდი ალბათობით საქართველოს 2014 წლის ეკონომიკური ზრდა 5%-ს ვერ გადააჭარბებს. 2014 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს სტატისტიკის ეროვნული სამსახური მიმდინარე წლის მარტში გამოაქვეყნებს. ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი სხვა ქვეყნების მონაცემებს შეადარა და ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში მასზე ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნებთან შედარებით ეკონომიკური ზრდა გაცილებით მაღალია. მსგავსი შედარება არასწორია. განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყანა განვითარებად ეკონომიკის მქონე ქვეყანას არ უნდა შედარდეს, რადგან განვითარებული ეკონომიკის ქვეყნების პოლიტიკა აღარ არის მიმართული მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევისთვის, იმიტომ რომ იქ ცხოვრების მაღალი დონეა და აღარ ჭირდებათ რომ სწრაფი ეკონომიკური ზრდის ტემპი ჰქონდეს და ამასთან ერთად მნიშვნელოვანია ის, რომ მათ უფრო მეტი ძალისხმევაც სჭირდებათ მაღალი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად, რადგან კაპიტალით ასე რომ ვთქვათ გაჯერებულია ბაზარი, კონკურენცია ძალიან დიდია შორის მოგების ნორმა შემცირებული არის და გაცილებით მეტი კაპიტალია საჭირო ყოველი 1% ეკონომიკური ზრდის მისაღწევად, ვიდრე ეს არის ჩვენ შემთხვევაში განვითარებადი ქვეყნების შემთხვევაში. პრემიერ-მინისტრის მიერ დასახელებულ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის პროცენტული მაჩვენებელი მართლაც დაბალი იყო, თუმცა რაოდენობრივი ზრდის მაჩვენებელი საქართველოს ანალოგიურ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება. საქართველო განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა. 2013 წელს საქართველოს მთლიანმა შიდა პროდუქტმა 16.1 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა. 2013 წლის მონაცემებით ამერიკის ეკონომიკა 16.8 ტრილიონ დოლარს შეადგენდა. შესაბამისად, მათი ერთმანეთთან შედარება არასწორია. მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ ამერიკის ეკონომიკა 1%-ით გაიზრდება, რაოდენობრივი ზრდა 168 მილიარდი დოლარი იქნება, ხოლო საქართველოს ეკონომიკის 1%-ით ზრდა 171 მილიონ დოლარით ზრდას გამოიწვევს. რეალური სურათის მისაღებად საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს უნდა შევადაროთ. მსოფლიო ბანკის საპროგნოზო მონაცემებით DST-ს ასევე აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან შედარებით საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი თურქეთს, უზბეკეთს, ყირგიზეთს, ტაჯიკეთს, აზერბაიჯანს და ყაზახეთს ჩამორჩება. სომხეთსა და საქართველოს კი ეკონომიკური ზრდის მსგავსი მაჩვენებელი აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ფაქტობრივ მონაცემებს მეტნაკლებად ზუსტად ასახელებს, ის შედარებას არასწორად ახდენს და საქართველოს ეკონომიკური ზრდის წარმატებას გადაჭარბებულად წარმოაჩენს. ამასთან ის არაფერს ამბობს 2014 წლის ბოლო თვეში შემცირებულ საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე.